გიყვარს ისტორია ისევე როგორც მე, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. დააჭირე გამოწერის ღილაკს და ერთად გავეცნოთ წარსულის ყველაზე საინტერესო და უცნობ ამბებს. იცოდი, იაპონელი კაცი სახელად ცუტომო იამაგუჩი გადაურჩა როგორც ჰიროსიმას, ასევე ნაგასაკის ატომურთა ბომბას. ცუტომო იამაგუჩი პროფესიით ინჟინერი იყო. ის 29 წლის იყო, როდესაც საქმიან მოგზაურობაში იმყოფებოდა ჰიროსიმაში. 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ამერიკელებმა ჩამოაგდეს პირველი ატომური ბომბი. მიუხედავად იმისა, რომ ცუტომო ამ დროს აფეთქების ეპიცენტრიდან 3 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იმყოფებოდა, მაინც გადარჩა და 7 აგვისტოს მატარებლით მშობლიურ ნაგასაკიში დაბრუნდა. დაბომბვიდან 3 დღეში 9 აგვისტოს, როდესაც ის კოლეგებთან ერთად ოფისის შენობაში იმყოფებოდა, კიდევ ერთმა აფეთქებამ ხმის ბარიერი გაარღვია. თეთრი სინათლის ციმციმმა აავსოცა. იამაგუჩი კი სასწაულებრივად მხოლოდ მცირედით დაზიანდა. ცუტომო იამაგუჩი ინჟინერი კაცი, რომელსაც 3 დღეში 2 ატომურმა ბომბმა ვერაფერი დააკლო. დააკომენტარე, იცოდი თუ არა ეს ყველაფერი. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.